1971 წლის ნოემბერში ეინსლი პარკის სკოლის მოსწავლეთა ჯგუფს აღტაცება ეუფლებოდა, როცა ისინი შოტლანდიის ვრცელი კერნგორმის პლატოს თვალწამტაც ლანდშაფტში ლაშქრობდნენ. მაგრამ ამ 17 კაციან ჯგუფს არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ ის, რაც როგორც ამაღელვებელი ყოველწლიური ექსკურსია დაიწყო, მალე გადაიქცეოდა სულ უფრო მძიმე მოვლენების ჯაჭვად, რომელიც საბოლოოდ გულისშემზრელ ტრაგედიაში გადაიზრდებოდა და მათ სამყაროს ძირეულად შეარყევდა. თავის თვალწარმტაცი სილამაზით, მკაცრი ამინდითა და უნიკალური ბიომრავალფეროვნებით ცნობილი პლატო დაუვიწყარ გამოცდილებას აპირდებოდა. მაგრამ ეს მოგზაურობა მათ გამძლეობას გამოცდიდა, გადარჩენის უნარებს დაუპირისპირდებოდა და საბოლოოდ სასოწარკვეთილ ბრძოლამდე მიიყვანდა, სიცოცხლისთვის ბრიტანეთის ალპინიზმის ისტორიაში ყველაზე მძიმე შემთხვევის დროს. სანამ დავიწყებთ მცირე გაფრთხილება, რასაც ახლა მოისმენთ საკმაოდ მძაფრია, ამიტომ გთხოვთ სიფრთხილე გამოიჩინოთ. ეს ისტორია იმდენად შემზარავია, რომ მან ექსკურსიისა და ალპინიზმის პროტოკოლები მთელ გაერთიანებულ სამეფოში სამუდამოდ შეცვალა. როცა ნახავთ რა მოხდა, ვფიქრობ, მიხვდებით რატო იყო ეს აუცილებელი. გაერთიანებული სამეფო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიალიზებული ადგილია და ამის შედეგია ნაკლები ველური, ხელუხლებელი ბუნება. გაერთიანებულ სამეფოში მიწის უმეტესობა დამუშავებულია ან კერძო საკუთრებაშია და არსებული ტყეები როგორც წესი იმართება და მოვლილია. დიდ ბრიტანეთში ვერ ნახავთ დიდ ქვიშის უდაბნოებს ან დიდ შიდა ტბებს და ყველაზე ველურ ადგილებშიც კი სინამდვილეში ველურობა აღარ დარჩენილა. თუნდაც პარკებსა და ნაკრძალებში, სადაც ბუნებასთან სიახლოვე უნდა იგრძნო, ცივილიზაციიდან მხოლოდ რამდენიმე კომფორტი გაშორებს. მაგრამ შოტლანდიური კერნგორმები ნამდვილად გამოირჩევა, როგორც შესაძლოა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენილი უკანასკნელი ნამდვილი ველური ბუნება. ეს უზარმაზარი ეროვნული პარკი ბრიტანეთში ყველაზე დიდია და თავისი უმაღლესი მწვერვალის, კერნგორმის სახელზეა დასახელებული. ეს ნამდვილი სამოთხეა ღია ცის ქვეშ დასვენების მოყვარულთათვის. აქ არის ბილიკები ლაშქრობისთვის, მარშრუტები ცოცვისთვის, ბანაკები მდინარეები კაიაკინგისთვის და ბილიკები ველოსიპედით სეირნობისთვის. აქ ბინადრობს გაერთიანებული სამეფოს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების მეოთხედი. ასევე ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლიათ ნახოთ კუნძულზე თავისუფლად მობინადრე ბოლო ჩრდილოეთის ირმების ჯოგი. ირმისებრთა ოჯახის ცხოველი და არა სანტას მფრინავ მარხილთან ასოცირებული ირემი თუ გაინტერესებდათ. წლების განმავლობაში მშობლები ყოველწლიურად აგზავნიდნენ თავიანთ შვილებს ბრიტანეთის ბოლო ველურ მიწებზე სათავგადასავლოდ, ენდობოდნენ გამოცდილ ლიდერებს, რომ ყველა უსაფრთხოდ იქნებოდა. სამწუხაროდ, 1971 წლის ნოემბერში, ის რაც საგანმანათლებლო გასვლად დაიწყო, გადაიქცა ყველა მშობლის ყველაზე საველაზე საშინელ კოშმარად. ყველაფერი კარგად დაიწყო იმ ცივ ნოემბრის დილას, როცა ეინსლი პარკის სკოლის 14 მოტივირებული მოსწავლე და მათი 3 მასწავლებელი შეიკრიბნენ, მზად იყვნენ ორდღიან ორიენტირების ლაშქრობაში გასასვლელად პლატოზე. მშვენიერი და რთული კერნგორმის მთების ფონზე, ეს ლაშქრობა მათ მთამსვლელობის ცოდნასა და გარე აქტივობების ტრენინგში მიღებულ განათლებას უნდა გამოცდიდა. მოსწავლეებისთვის ეს მცირე ექსკურსია უბრალოდ მომხიბვლელ პატარა თავგადასავლად ეჩვენებოდათ ნამდვილ ველურ გარემოში. და მთელი ჯგუფი მოუთმენლად ელოდა ამ ვრცელ ველურ ტერიტორიაზე მოგზაურობას, რომელიც ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი პეიზაჟებით, მაგრამ ასევე მისი არაპროგნოზირებადი ამინდით. მთაში თავგადასავლამდე რამდენიმე კვირით ადრე, გეგმა იყო მოსწავლეების საფუძვლიანად მომზადება აუცილებელ ალპინისტურ ტექნიკებში. იდეალურ შემთხვევაში მათ უნდა დაეუფლათ ისეთი უნარები, როგორიცაა ფეხით საფეხურების ამოჭრა ციცაბო ფერდობზე ასასვლელად, ფრთხილად ჩამოსვლა ციცაბო დაღმართზე და უსაფრთხოდ ჩამოსრიალება ფერდობზე ჯდომით. მათ ასევე უნდა ესწავლათ, როგორ შეეჩერებინათ თავი, თუ მოულოდნელად დაიწყებდნენ მთიდან სრიალს და მიეღოთ სრულყოფილი პირველადი დახმარების ტრენინგი, რათა ეფექტურად ემართათ საგანგებო სიტუაციები მთაში, იზოლირებულ მდგომარეობაში ყოფნისას. სამწუხაროდ მათ მიერ მიღებული ტრენინგი ისეთი საფუძვლიანი არ იყო, როგორიც საჭირო იყო. მათ ეს უნარები მხოლოდ მოკლედ აჩვენეს, რის გამოც ისინი სათანადოდ მოუმზადებლები დარჩნენ იმ რთული პირობებისთვის, რომელთა წინაშეც უნდა აღმოჩენილიყვნენ. მოგზაურობისთვის მზადებისას მოსწავლეები აღჭურვეს აღჭურვილობით, რომელიც უნდა ყოფილიყო შესაფერისი ცივი მთის ამინდისთვის. აღჭურვილობა და სპეციალური ტანსაცმელი მიაწოდა გარე აქტივობების ცენტრმა, რომელიც პასუხისმგებელი იყო მათ ასვლაზე. თუმცა მოზარდებმა საკუთარი შარვლები და სვიტერები მოიტანეს. მათ თან ჰქონდათ ისეთი ნივთები, როგორიცაა კარაბინები, რომლებიც თოკების დამაგრებაში ეხმარება, უსაფრთხოების ღვედები და ქურა საჭმლის მოსამზადებლად. მათ ასევე მისცეს უკიდურესი სიცივისთვის განკუთვნილი საძილე ტომრები, დიდი ბრეზენტები საგანგებო თავშესაფრებისთვის და პირველადი დახმარების კომპლექტები. თუმცა თანამედროვე უსაფრთხოების აღჭურვილობა ან არ იყო, ან არასაკმარისი იყო. ხელმძღვანელები ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა მოკლე მოგზაურობა მთებში. ისინი საბედის წეროთ ცდებოდნენ.
იდეალურად მათ თავიდანვე უნდა გქონოდათ ჩაფხუტები და სიგნალის მაძიებელი მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხოებისთვის ციცაბო რელიეფზე, მაგრამ ვინ აპირებდა ორ მოზარდს ასეთი ძვირადღირებული აღჭურვილობა მივილობა მიეცა იმაზე, რაც მხოლოდ მოკლე სასკოლო ექსკურსიად ითვლებოდა. რაც არ უნდა იყოს, რაც მათ ნამდვილად აკლდათ, იყო გამოცდილება იმ პირობებში ყოფნისთვის, რომელშიც მალე აღმოჩნდებოდნენ. ასე რომ, როცა ისინი გაემართნენ, ჯგუფი გაუცნობიერებლად არასაკმარისად იყო აღჭურვილი და არ ჰქონდათ ის სრულყოფილი მომზადება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა მათ უნარს, უსაფრთხოდ გაევლოთ და გადარჩენილიყვნენ კენგორმის სასტიკ მთაში. ეს მომზადების ნაკლებობა მალე საშინლად აშკარა გახდებოდა. მთებში მოგზაურობა დაიწყო ბენ ბიტის ხელმძღვანელობით, რომელიც იყო 23 წლის ბუნებაში სწავლების მთავარი ინსტრუქტორი, ეინსლი პარკ გამოცდილი მთამსვლელი. მიუხედავად იმისა, რომ კარგ ამინდში გამოცდილება ჰქონდა, ეს მოგზაურობა მის შესაძლებლობებს ზღვარს გადააცილებდა. ბიტის თან ახლდა მისი 20 წლის შეყვარებული კეტრინ დევიდსონი, რომელიც ასევე გატაცებული იყო ამ საქმით და ფიზიკური აღზრდის სტუდენტი იყო, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თამსვლელობის ნაკლები საერთო გამოცდილება ჰქონდა, ზამთარში კენგორმებში ორჯერ იყო ნამყოფი, რაც მას ჯგუფში ერთადერთ ზრდასრულად აქცევდა, რომელსაც რეალური ზამთრის კენგორმის მთამსვლელობის გამოცდილება ჰქონდა. ჯგუფის მეორე ლიდერი იყო 18 წლის შილა სანდერლენდი, მოხალისე ინსტრუქტორი, რომელსაც კენგორმებში გამოცდილება არ ჰქონდა და რომელიც ახლახან იწყებდა სამკვირიან მოხალისეობრივ მუშაობას ედინბურგის საგანმანათლებლო ორგანოების გარე აქტივობების ცენტრში მასწავლებლად. ამ სამ ადამიანს უნდა ეხელმძღვანელად 14-დან 18 წლამდე ასაკის, 14 ახალგაზრდა სტუდენტისთვის, რომლებიც პირველად აპირებდნენ რუკებისა და კომპასების გამოყენებით ნავიგაციის უნარების შესწავლას, რაც კონტროლირებად საგანმანათლებლო სცენარად იყო ჩაფიქრებული. ინციდენტის რამდენიმე თვის შემდეგ გაჩნდებოდა კითხვები, თუ რატომ მისცა სკოლამ ნებართვა ასეთ სარისკო ექსპედიციაზე, სათანადო გამოცდილ ზედამხედველობის გარეშე და არ გაითვალისწინა კენგორმის მთებში ზამთარში არსებული უკიდურესი ამინდის პირობები. მაგრამ იმ ნოემბრის დილას არავის გაუჩნდა ეჭვი მოგზაურობის უსაფრთხოებაზე და ჯგუფი გზას გაუდგა. აქაური ლანდშაფტის სიდიადე მართლაც რომ სუნთქვას შეგიკრევთ. ეს მთათა სისტემა, რომელიც ბრიტანეთის კუნძულებზე ყველაზე დიდია, მაღალი სიმაღლის საოცრებათა ქვეყანაა, რომლის უმაღლესი მწვერვალები, როგორიცაა ბენ მაგდუი, 4000 ფუტზე მაღლა ადის. ამ მთათა სისტემის ერთ-ერთი გამორჩეული თავისებურება მისი ბრტყელი, პლატოს მსგავსი მწვერვალებია. მწვერვალებია, რაც საკმაოდ განსხვავდება იმ მწვეტიანი და დაკბილული მთის მწვერვალებისგან, რომლებიც ჩვეულებრივ მსოფლიოს სხვა ადგილებში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ კენგორმის მთები შედარებით ადვილად დასასვლელია, პლატოს მსგავსი მწვავსი მწვერვალების სიგრძე, მანძილი და ამინდის მკვეთრი ცვლილება ამ მთათა სისტემას გაერთიანებულ სამეფოში ალპინისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ადგილად აქცევს. თოვლი შეიძლება ნებისმიერ დროს მოვიდეს წლის განმავლობაში, ხოლო თოვლის ლაქები მთელი ზაფხული რჩება. კენგორმის მთებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ამინდია, რომელიც შეიძლება უკიდურესად არაპროგნოზირებადი იყოს და სწრაფად შეიცვალოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა უფრო მაღლა ადიხარ. პლატოს ტერიტორიაზე ხშირად ხდება ძლიერი ცოვლის ქარბუქები, ძლიერი ქარები და ტემპერატურის მოულოდნელი ვარდნა, რაც შეიძლება საშიში იყოს ყველაზე გამოცდილი მთამსვლელებისთვისაც კი. ეს ნავიგაციას მართლაც რთულს ხდის, რადგან ხილვადობა შეიძლება წუთებში მნიშვნელოვნად შემცირდეს. ესეთ დიდ მთათა სისტემაში ადვილია დაკარგვა, ზოგიერთისთვის კი თითქმის გარდაუვალია. ამ მიზეზით დროებითი თავშესაფრებია დამონტაჟებული, რათა დაიცვას მოგზაურები და მოლაშქრეები, რომლებიც ჯგუფს მოშორდნენ, ან მთებში ქარიშხალში აღმოჩნდნენ. ეს პატარა, ძალიან უბრალო ქოხები ცნობილია როგორც ბოთიები და მიმოფანტულია მთის ქედის გორაკებზე. ბოთიები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც შეხვედრის ადგილები, ან შესვენების წერტილები მრავალდღიან ლაშქრობებზე. და რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისინი. როგორც დროებითი ნაგებობები, ისინი არაფრით გამორჩეულია. უბრალოდ რამდენიმე ძალიან მარტივი თავშესაფარია, დამზადებული მეტალის ფურცლებისგან, ტალახისა და ქვისგან. ამ თავშესაფრებიდან ერთ-ერთი, კერძოდ კურანის ბოთი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებოდა ამ ექსპედიციის ისტორიაში. 19 ნოემბერს 14 სტუდენტი და მათი მასწავლებლები ჩამოვიდნენ ლალაგანლიას გარე აქტივობების ცენტრში კენგორმებში. გარე ცენტრი კარგად იცნობდა სტუდენტთა ჯგუფებს, რომლებიც მთებში ასვლას ცდილობდნენ. და სწორედ აქ შეუერთდა ჯგუფს მესამე ლიდერი, 18 წლის შილა სანდერლენდი. ლაშქრობის უფრო მარტივად გასაკონტროლებლად, მოზარდები წინასწარ ორ ჯგუფად დახვეს. უფრო გამოცდილები ბიტის დაენიშნა, ხოლო კეტრინი და შილა დანარჩენებს უვლიდნენ. გეგმა მარტივი იყო. ორივე ჯგუფს უნდა გადაეკვეთა პლატო კენგორმის სამხრეთიდან, ბენ მაგდუის მიმართულებით, რაც კენგორმის მთების მწვერვალია და მთელი მოგზაურობა 48 საათში უნდა დასრულებულიყო.
იდეალურად ეს უნდა ყოფილიყო 10.5 მილიონი ლაშქრობა, რაც საკმაოდ რთული გასავლელი იქნებოდა ჯგუფისთვის, რომლის უმეტესობა მხოლოდ 15 წლის იყო. მაგრამ ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ, ვერ წარმოედგინათ ის სერიოზული სირთულეები, რომლებიც ამ საგანმანათლებლო ექსპედიციას კოშმარად გადააქცევდა. იმ შაბათ დილით ჯგუფის ლიდერებმა თავიანთი დაგეგმილი მარშრუტი წარუდგინეს ლაგანლიას დირექტორს და ასევე მიუთითეს გამოსავალი, რომ თუ ამინდი ძალიან გაუარესდებოდა, ორივე ჯგუფს უნდა შეემოკლებინა ექსპედიცია და თავშესაფარი კურამბოთიში ეძებნა. მათი გეგმა დამტკიცდა. ჯგუფმა გააგრძელა მწვერვალზე ასვლის დაგეგმვა. ტემპერატურა შეიძლება იქლებდა, მაგრამ ამ დროისთვის ამინდი სტაბილური და მშვიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პროგნოზი იმ დღეს საშინელ პირობებს წინასწარ მეტყველებდა, ბენ ბიტიმ და კეტრინ დევიდსონმა გადაწყვიტეს, რომ ასვლა მაინც უსაფრთხოდ შეიძლებოდა დასრულებულიყო, სანამ ცუდი ამინდი დაიწყებოდა. ეს იყო რამდენიმე საბედისწერო შეცდომის დასაწყისი. მოგზაურობა თავიდანვე პრობლემებით დაიწყო. პირველ რიგში ლაშქრობა ბევრად გვიან დაიწყო, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ, დაახლოებით დილის 11 საათზე. ეს ნიშნავდა, რომ მათ ბევრი დღის სინათლე აღარ დარჩენოდათ ლაშქრობის დასასრულებლად. თუ ოდესმე სერიოზულად გივლია მთებში, იცი რომ ჩვეულებრივ გინდა რომ მწვერვალზე არაუგვიანეს შუა დღისა იყო, რადგან უამინდობა მაქსიმუმ 1 საათისთვის დაიწყება. ამ ჯგუფს დილას 11 საათამდე ლაშქრობა არც კი დაეწყო. დაკარგული დროის ასანაზღაურებლად, ისინი კერნგორმის მთებზე სანთოს ათხილამურო ლიფტით ავიდნენ, იმ იმედით რომ დღის რამდენიმე ძვირფას საათს დაზოგავდნენ. ნოემბერში მზის ჩასვლა 4 საათამდე ცოტა ადრე იყო. პლატოს მიღწევისა და გადაკვეთის შემდეგ ორივე ჯგუფი ცალ-ცალკე უნდა ჩამოსულიყო. კეტრინ დევიდსონის ჯგუფი უნდა დაბრუნებულიყო ლაერგრუის გზით, ხოლო ბიტის ჯგუფი დაბრუნდებოდა კერნტოულისა და ბრერიახის გადაკვეთის შემდეგ ხეობის მეორე მხარეს. გადაუდებელი შემთხვევაში, როგორც ადრე ვახსენე, ორივე ჯგუფის გეგმა იყო კურან-ბაუდიში მისვლა, რომელიც უსაფრთხო ადგილია ლაერგრუის ქვედა დონეზე, სადაც ისინი ღამეს გაათევდნენ. ბენ ბიტის ჯგუფი, რომელშიც უფრო გამოცდილი მთასველები იყვნენ, სწრაფად მიიწევდა წინ და უკეთ უმკლავდებოდა რთულ ბილიკებს მათი უნარების გამო. კეტრინ დევიდსონის ჯგუფი, რომელშიც შედიოდა 6 ახალგაზრდა სტუდენტი, რომლებიც ნაკლებად გამოცდილი იყვნენ, უფრო ნელა მიყვებოდა უკან. მალე მას შემდეგ, რაც ჯგუფი კერნგორმის პლატოზე მოგზაურობა შეუდგა, ამინდი ზუსტად როგორც იყო ნავარაუდევი, სწრაფად გაუარესდა. ბენის ჯგუფს სერიოზული სირთულეები შეექმნა ამინდის გამო. როცა ისინი ქოირე დომჰანს მიაღწიეს, გაძლიერებულმა ქარმა და მძიმე, ფაფუკმა თოვლმა მნიშვნელოვნად შეანელა მათი წინსვლა და შეამცირა ხილვადობა. მათთვის მზარდი საფრთხის გაცნობიერების შემდეგ, პიტიმ გადაწყვიტა ალტერნატიულ უსაფრთხო მარშრუტზე გადაეხვია და კურანის ბოთისკენ წასულიყო, როგორც უფრო უსაფრთხო ღამის გასათევი ადგილი. ისინი ბოთიში დაახლოებით ნაშუა დღევის 3-ის ნახევარზე მივიდნენ. იქ მისვლის შემდეგ, მათ კარის მისასვლელად შესასვლელთან დაგროვილი თოვლი უნდა გაეწმინდათ, სანამ მოეწყობოდნენ იმ გრძელი და ცივი ღამის გასათევად. მაგრამ მიუხედავად გარეთ არსებული მძიმე პირობებისა, ბენის ჯგუფი თავს უსაფრთხოდ გრძნობდა თავშესაფარში. ისინი საათობით ელოდნენ, იმ იმედით, რომ კათერინის ჯგუფის ნაკვალევსაც დაინახავდნენ გარეთ, რადგან ისინი ამ ბოთიში თავშესაფარს ეძებდნენ, როგორც დაგეგმილი იყო. თუმცა, კათერინ დევიდსონის ჯგუფი თავშესაფრამდე ვერ მივიდა. ბიტი, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდა სხვადასხვა რთულ რელიეფზე ცოცვასა და მთამსვლელობაში, როგორიცაა ირლანდია, ალპები და შოტლანდიის დასავლეთი სანაპირო. თავდაპირველად ფიქრობდა, რომ დევიდსონის ჯგუფს შეეძლო აერჩია სხვა, შესაძლოა უფრო მარტივი გზა სხვა თავშესაფრამდე. ეს არასწორი შეფასება დევიდსონის ჯგუფის ადგილმდებარეობის შესახებ კიდევ ერთი შეცდომა იყო, რომელმაც საბოლოოდ ფატალურ შედეგებამდე მიიყვანა, რადგან ამინდის პირობები სულ უფრო უარესდებოდა. ღამის განმავლობაში ბიტის ჯგუფის ბივაკის გარშემო პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. თოვლი იმდენად მაღლა მოიყარა გართან, რომ დილით მათ ძლივს შეძლეს მისი გაღება. გამჭრიახი გადაწყვეტილებით, ჯგუფში ყველაზე პატარა ბიჭი ნახევრად გაღებული კარიდან გაატარეს, რომ გარედან თოვლი გაეწმინდა და დანარჩენებს გასვლა შეძლებოდათ. მთელი ამ განსაცდელის განმავლობაში, ბიტი ძალიან ღელავდა კეტრინ დევიდსონის ჯგუფის უსაფრთხოებაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო მისული თავშესაფარში. რთული გადაწყვეტილების წინაშე, ბიტი მაწონა დაკარგული ჯგუფის ძებნის რისკები და საკუთარი ჯგუფის უფრო უსაფრთხო ადგილას, ლარიგ-ლარიგრუში გადაყვანის აუცილებლობა. მისი მთავარი მიზანი ექსპედიციისთვის არასდროს ყოფილა ბავშვების ფიზიკური შესაძლებლობების გამოცდა, არამედ სურდა, რომ მათ ველურ ბუნებაში საგანმანათლებლო გამოცდილება მიეღოთ. ამ მოლოდნელმა მოვლენებმა მას კრიტიკული როლი დააკისრა, უნდა დაებალანსებინა თავისი ჯგუფის უსაფრთხოება და დაკარგული წევრების მიმართ პასუხისმგებლობა.
რთული ღამის შემდეგ თავშესაფრიდან გამოსულმა ბიტის ჯგუფმა ძლივ შეძლო პლატოდან ჩამოსვლა ღრმა თოვლის გამო, რადგან მკაცრი პირობები მათ დაშვებას საკმაოდ ართულებდა. გზაში ბევრი დაცემა და წაბორძიგება იყო. ერთმა ბიჭმაც კი ნაღამ სერიოზულად დაშავდა. მაგრამ როგორც კი მათ საბოლოოდ შეძლეს პლატოდან ჩამოსვლა და ლეირიგ გრუს შედარებით უსაფრთხო ადგილს მიაღწიეს, ბიტიმ შეძლო ლაგანლიის გარე აქტივობების ცენტრთან დაკავშირება. მაშინ გაიგო, რომ კეთრინ დევიდსონის ჯგუფი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო, რამაც მისი შეშფოთება კიდევ უფრო გაზარდა. მეორე დღის საღამოს დაახლოებით 4:30 საათზე ბიტის ჯგუფი როთი მურხუსის ქოხს მიაღწია. ეს არის საცხოვრებელი ობიექტი მთის ქვედა ნაწილში, სადაც მათ შეძლეს ლაგუნლიასთან დარეკვა და ტრანსპორტირების კოორდინაცია. 5:30 საათისთვის ისინი შეხვდნენ ტრანსპორტის მანქანას და სტუდენტები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ლაგუნლიაში. თუმცა დევიდსონის ჯგუფის შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო, ბიტი გზას აგრძელებდა სათხილამურო ცენტრისკენ, შემდეგ გლენმორის ლოჯისკენ და ბოლოს დაღმართზე მდებარე პრეპოლიციის განყოფილებაში. იმ ღამით 7 საათზე, როცა დევიდსონის ჯგუფი კვლავ უგზო-უკლოდ იყო, ისინი ოფიციალურად განაცხადეს ჯგუფის დაკარგვის შესახებ. ამ ქმედებამ მყისიერი რეაგირება გამოიწვია. მაშველთა ჯგუფები ქარბუქსა და სიბნელეში გაბედულად გაემართნენ დაკარგული ჯგუფის საძებნელად. დამატებითი სამთო სამაშველო ჯგუფები კერნგორმიდან, RAF კინლოსიდან, ბრემარიდან და აბერდინიდანაც გამოიძახეს. ეს ჯგუფები კვირას საღამოს კოორდინაციას და მომზადებას ახდენდნენ, რათა ორშაბათს პირველივე განთიადზე გულმოდგინედ დაეწყოთ საძიებო ოპერაციები და რთულ პირობებში დაკარგული მთასველების პოვნის იმედი ქონოდათ. იმავდროულად მთაზე კეთრინ დევიდსონის ჯგუფს პრობლემები შეექმნა და ეს კარგად იცოდნენ. თავდაპირველად ბიტის ჯგუფისგან გამოყოფის შემდეგ მათ რთული მარშრუტი შეხვდათ. გეგმა ნათელი იყო. ისინი უნდა გასულიყვნენ ავტოსადგომიდან დილის 11:00 საათზე. მათ უნდა აეღოთ 4000 ფუტის სიმაღლის კერნგორმის მწვერვალი საათნახევარში. 2 საათის განმავლობაში მიეღწიათ ლახან ბუიდემდე, შემდეგ კი დაახლოებით საათსა და მეოთხეში 500 ფუტით აესვლათ ბენ მაკდუიზე. 1 საათის განმავლობაში უნდა ჩასულიყვნენ ტეილორის ბერნთან, შემდეგ კი ლერიგ გრუს გავლით კიდევ 9 საათში მიეღწიათ კურან ბოთიში. მთელი მოგზაურობა დაახლოებით 6 საათი და 9 უნდა გაგრძელებულიყო და იდეალურად კურან ბოთიში 5-15-ზე უნდა დასრულებულიყო. თუმცა როცა ისინი მარშრუტზე უფრო ღრმად შევიდნენ, პირობები გაუარესდა. ამინდის სწრაფად გაუარესების შედეგად და თოვლის ქარბუქის დაწყებისას მოგზაურობა უფრო და უფრო რთული ხდებოდა. დაგეგმილი დროები დარღვეული იყო, რადგან მათ მოულოდნელი შეფერხებები შეხვდათ, რამაც მათი ნავიგაცია და წინსვლა გაართულა. ლაშქრობის თითოეულ მონაკვეთს უფრო მეტი დრო სჭირდებოდა, ვიდრე დაგეგმილი იყო, რაც ამცირებდა მათ დროის მარაგს საღამოს მოახლოებული სიცივისა და კლებადი სინათლის ფონზე და ისინი სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ კურან ბოთის უსაფრთხოებიდან შორს. მხოლოდ 4 საათი დღის სინათლე რომ დარჩენოდათ, ჯგუფს 6 რთული მილის გავლა მოუწია, რათა დაგეგმილ თავშესაფარს მიეღწია. მოგზაურობა გაართულა ძლიერმა ქარმა, რაც მთიან ადგილებში ხშირი საფრთხეა და შეუძლია ყველაზე მარტივი ლაშქრობაც კი სახიფათო წამოწყებად აქციოს. ამ კონკრეტულ შაბათ-კვირას მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, რადგან თოვლი უჩვეულოდ ფხვიერი იყო და ჯგუფს არ შეეძლო ეფექტური თავშესაფრების ან დამცავი ორმოების გათხრა. ფხვიერი თოვლისა და მწველი ქარის კომბინაციამ მათი აღჭურვილობა და საძილე ნივთები გააჟღინთა, რის შედეგადაც ისინი თბუნარიანობას კარგავდნენ და იწყებოდა სიცივისა და სველობის დამღუპველი ციკლი, რომლის შეწყვეტაც ძალიან რთული იყო. 6 ბავშვისთვის, რომლებიც კერნგორმზე მთებში წლების განმავლობაში ყველაზე მძაფრი ქარბუქის დროს აღმოჩნდნენ გაჭედილები, ეს საბედისწერო აღმოჩნდა. იმ საბედისწერო შაბათის შუა დღეს, მძვინვარე ქარბუქის დროს, კეთრინ დევიდსონმა მიიღო გადამწყვეტი გადაწყვეტილება, დაეტოვებინა დაგეგმილი მარშრუტი. ამინდის გაუარესებამ და სტუდენტების მზარდმა შფოთვამ აიძულა, ალტერნატიული გზა მოეძებნა. მიმდინარე თავშესაფრისკენ პირდაპირ წასვლის ნაცვლად, მან სცადა დაღმართზე წასვლა, იმ იმედით, რომ ახლოს სხვა თავშესაფარს იპოვიდა. სამწუხაროდ, თოვლმა ახლო მდებარე თავშესაფრების მდებარეობა მთლიანად დაფარა, რის გამოც მათი პოვნა შეუძლებელი გახდა და საბოლოოდ დევიდსონი იძულებული გახდა კურანთან მისვლის იმედი დაეკარგა. სხვა გამოსავალი რომ აღარ ჰქონდა, დევიდსონმა გადაწყვიტა ბიუაკისთვის მომზადება იმ ადგილას, რომელიც მისთვის უცნობად ძლიერ თოვლის დაგროვებას ექვემდებარებოდა. ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით გააკრიტიკა ჯონ დაფმა, ბრემარის მთის სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში კერნგორმის პლატოზე ზამთარში ბიუაკის მცდელობა უკიდურესად სარისკოა და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს. დაფმა ასევე გააკეთა კომენტარი ექსპედიციის საერთო დაგეგმვაზე,
მიიჩნია, რომ ეს მოზარდებისთვის საშინლად გადამეტებული ამბიცია იყო და პასუხისმგებლობა დააკისრა მათ, ვინც ეს მოგზაურობა დაგეგმა და დაამტკიცა. ღამის დადგომისას ჯგუფი შეკრული იყო საძილე ტომრებსა და ბივუაკის ტომრებში, ხოლო თოვლის კედელი გამოიყენეს, რომ სტიქიისგან გარკვეული დაცვა ჰქონოდათ. თავდაპირველად მათ შეძლეს განწყობის შენარჩუნება. თუმცა როცა თოვლი აგრძელებდა დაგროვებას, პანიკა დაიწყო, რადგან გაჩნდა შიში, რომ ცოცხლად დაიმარხებოდნენ. კვირა დილისთვის მდგომარეობა კრიტიკული გახდა. თოვლის ქვეშ ერთი ბიჭის კვირილი ისმოდა, ხოლო შილა სადერლენდი ძლივს იყო გონზე. მიუხედავად იმისა, რომ კეთრინ დევიდსონმა და ერთ-ერთმა ბიჭმა დახმარების მოსაყვანაცაც სცადეს წასვლა, ძლიერმა თოვლმა ისინი უკან დააბრუნა, რის გამოც მათ სხვა გზა აღარ დარჩათ, გარდა იმისა, რომ დაეცადათ გაჭედილები და სულ უფრო მეტად სასოწარკვეთილები. მთელი იმ კვირა დღეს ქარბუქი არინდობდა და როცა ღამემ მთები მოიცვა, ჯგუფმა შორიდან ძლივს შენიშნა სამძებრო ჯგუფის მაშხალები. მიუხედავად იმისა, რომ დახმარების ნიშნად ცდილობდნენ სიგნალის მიცემას, მათი ხმები ქარქარის ღრიალმა ჩაკლაპა, ხოლო საკუთარი საგანგებო მაშხალები თოვლში დაკარგეს. მეორე ღამე მთებში განსაკუთრებით მძიმე იყო, რადგან მოზარდები სიცივისგან სულ უფრო მეტად ბოდვაში ვარდებოდნენ და მათი მდგომარეობა საათიდან საათამდე უარესდებოდა. ორშაბათს განთიადზე მძიმე რეალობა საბოლოოდ გამოიკვეთა. ჯგუფის უმეტესობა ან მთლიანად ან ნაწილობრივ თოვლში იყო დაფლული და ზოგიერთი მათგანი სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილი იყო. კეთრინ დევიდსონ თავის შესაძლებლობების ზღვარზე იყო და თითქმის ძალა გამოცლილი, მიხვდა, რომ კიდევ ერთი ბოლო მცდელობა უნდა გაეკეთებინა საკუთარი თავისა და სხვების გადასარჩენად. ამასობაში მთის ბაზაზე პიტი და კიდევ ერთი ლიდერი, პეისლი, აგრძელებდნენ ინფორმაციის შეგროვებას სათხილამურო ცენტრში, გლენმორ ლოჯში და ავიში, ავიემორის პოლიციის განყოფილებაში, ხოლო მთის სამაშველო ჯგუფები კერნგორმიდან, RAF-დან, კინლოსიდან, ბრემარიდან და აბერდინიდან ემზადებოდნენ მასშტაბური საძიებო ოპერაციისთვის, რომელიც ორშაბათს განთიადამდე დაიწყებოდა. ძებნის სამუშაოები გაძლიერდა ქარიშხლიანი ამინდის პირობებში. 1971 წლის 22 ნოემბერს, ორშაბათს, მიუხედავად ცუდი ამინდისა, დაახლოებით 50 კაცი ვერტმფრენების მხარდაჭერით ათვალიერებდა ტერიტორიას. ბრემარის მთის სამაშველო ჯგუფი სამხრეთიდან მიუახლოვდა და კურანის ბოთიში მივიდა, თუმცა იქ ცარიელი დახვდათ. მაგრამ მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა იმ დილის დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთზე, როდესაც სამეფო საჰაერო ძალების ვერტმფრენმა დაინახა დევიდსონი, რომელიც სასოწარკვეთილი ხელებითა და მუხლებით მიძვრებოდა პლატოზე. მისი კაშკაშა ნარინჯისფერი ქურთუკი თეთრი თოვლის ფონზე პილოტის ყურადღებას მიიპყრობდა. ვერტმფრენმა შეძლო საკმარისად ახლოს მისვლა, რათა ორი ეკიპაჟის წევრი ჩამოესვა, რომლებმაც შემდეგ დევიდსონს მიაღწიეს. მას სიარული არ შეეძლო. მისი ფეხები მუხლ-მოდრეკილ მდგომარეობაში გაიყინა და ის ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. რთული ოპერაციის შედეგად, რომელიც კიდევ უფრო გაართულა ვერტმფრენის მიერ აწეულმა თვალისმომჯრელმა თოვლმა. დევიდსონი ვერტმფრენით გადაიყვანეს, შემდეგ კი სასტრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში მიიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოთერმიის მძიმე სტადიაში და დაბნეულობაში იყო, მან მისცა გადამწყვეტი მინიშნებები თავისი ჯგუფის დანარჩენი წევრების ადგილმდებარეობის შესახებ, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა. ნაკადული, პატარა ტბა, დამარხული. ამ მინიშნებებმა სამძებრო ჯგუფები ტრაგედიის ზუსტ ადგილამდე მიიყვანა. ჯონ კენინგემი გლენმორ ლოჯიდან, პიტისთან და პეისლისთან ერთად პირველები მივიდნენ ტრაგედიის ადგილას, სადაც მათ აღმოაჩინეს 6 სტუდენტის და ასისტენტის ცხედრები, რომლებიც ღრმად იყვნენ თოვლში დამარხულნი. ყველა ტრაგიკულად გარდაცვლილი იყო გარდა ერთისა, რეიმონდ ლესლისა, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავდა და მას ექიმი მაშინვე დაეხმარა. მოგვიანებით სამეფო საზღვაო ძალების Sea King-ის ვერტმფრენი, რომელსაც რაპ კინლოსის სამთო სამაშველო ჯგუფის ლიდერი ფლერებით უჩვენებდა გზას, შეძლო ლესლის გადაყვანა ჰაერით რიგმორის საავადმყოფოში სასტრაფო დახმარებისთვის. სამწუხაროდ, შილა სანდერლენდი, კეროლ ბერტრამი, სიუზან ბირნი, ლორეინ დიკი, ვილიამ კერი და დაიან დაჯონი ვერ გადარჩნენ. მათი სიცოცხლე ერთ-ერთმა ყველაზე მძვინვარე ქარბუქმა წაართვა, რაც კი კერნგორმს უნახავს. მათი ჯგუფიდან მხოლოდ კეთრინ დევიდსონი და რეიმონდ ლესლი გადაურჩნენ ამ საშინელ გამოცდას, რაც ბრიტანული მთამსვლელობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბნელ დღედ იქცა. მომდევნო წლის დასაწყისში, კერნგორმის პლატოს კატასტროფის შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა გამოავლინა ლაშქრობის დაგეგმასა და განხორციელებაში. დასკვნაში აღინიშნა, რომ ლაშქრობის სირთულე სლიასეთი პატარა ასაკის ბავშვებისთვის შეუფერებელი იყო, განსაკუთრებით იმ დრისათვის ნავარაუდევი მკაცრი ამინდის პირობების გათვალისწინებით.
გამოძიებამ გააკრიტიკა ლაშქრობის დრის ბოლოს დაწყების გადაწყვეტილება და საბაგიროს გამოყენება, რამაც ჯგუფს ხელი შეუშალა დროულად შეეფასებინა სავალ გზაზე არსებული პირობები და თავიდან აეცილებინა საფრთხე. გამოძიების რეკომენდაციებში ხაზგასმული იყო, რომ გარე აქტივობების ხელმძღვანელები უნდა ოფიციალურად სერტიფიცირებული, რათა უზრუნველყონ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება ასეთი ექსპედიციების უსაფრთხო წარმართვისთვის. გარდა ამისა, რეკომენდაციაში აღნიშნული იყო, რომ ლაშქრობები უნდა დაიგეგმოს დეტალურად, რად მონაწილეთა ასაკისა და გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები მონაწილეობენ. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ კონკრეტული პირი არ დაადანაშაულა, მან კითხვები გააჩინა საგანგებო თავშესაფრების, როგორიცაა ქურანის ბოთი, ეფექტურობის შესახებ. თავშესაფარი ლაშქრებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა, რაც შესაძლოა მათ ცუდ ამინდში გზის გაგრძელებისკენ უბიძგებდა, ნაცვლად იმისა, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ. დიდი განხილვების შემდეგ გადაწყდა არსებული ბოთის დანგრევა, რათა უსაფრთხოება და თავგადასავლიანი გარე აქტივობების განვითარების სარგებელი დაბალანსებულიყო. დღეს კერნგორმები კვლავ პოპულარულ დანიშნულებად რჩება, რომელსაც სკოლები და ათასობით ვიზიტორი ყოველწლიურად სტუმრობს. ლაგანლის ცენტრი კვლავ მასპინძლობს სასკოლო ექსკურსიებს, თუმცა გაუმჯობესებული უსაფრთხოების პროტოკოლებით, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა ხელმძღვანელი სერტიფიცირებული და მკაცრად გაწვრთნილი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ინციდენტები კვლავ ხდება, მიღებულმა ზომებმა წარმატებით აღკვეთა კერნგორმის პლატოს ტრაგედიის მასშტაბის კიდევ ერთი უბედურება. ასე რომ გარკვეულწილად მგონია, რომ საბოლოოდ ამ ტრაგედიიდან რაღაც კარგი მაინც გამოვიდა. გმადლობთ ყურებისთვის და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. იყავით თამამი და იცხოვრეთ მამაცად.